Beginning to look a lot like Christmas everywhere I go. სიტყვა მე შენის. მოგესალმებათ ბუნკერი, შეატყობდით ამ დიდებული ანგების სპონსორო სახელმწიფო სპეციალ ეპიზოდი გვაქვს დღეს. ასე რომ ყველაფრისთვის მზად ვართ. ვაპირებთ რომ მაქსიმალურად ნაგავი ეპიზოდი ჩავწეროთ. გავაკეთებ? ეხლა? არა. არ ყოფილიყარ. ვერც სახში ვერ გავაკეთებ. მაგრამ ვცდი, უკან არ დავიხარ. დავიწყეთ. ისევ ტრადიციული წამყვანებით. ტრადიციული წამყვანებით, ინტერნეტ სენსაცია. ინტერნეტ სენსაცია. არატრადიციული წამყვანები ბოდის გიხდით მეგობრო შაგეჭერეთ. ინტერნეტ სენსაცია ირაკლი კვიტაშვილი კვიტო. ქალთა და კაცთა ბედნიერება თეიმურაზი და მე უბრალოდ ნიკოლოზი. აი ეს წარდგენა პრინციპში. ინტერნეტ სენსაციაში გადადი. მეც ნელ-ნელა მოხდები. გამომწერები კი იმატებენ. დანგივით. მარაზმში გადავდივარ ნაკეთო. გამომწერები კი იმატებენ დანგივით. ასე რომ ნელ-ნელა გიახლოვდები. მე იცი რა არის, კმაყოფილი ვარ ჩვენი გამომწერების რაოდენობით. აჰა. აქტიურობით. ხარისხითაც ავთავარია. და მინდა რომ ვისარგებლო მომენტით და დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს გამომწერს, ყველა ვინც ერთხელ მაინც დააჭირა ლაიქს. ყველა ჩვენს გამომწევსაც. გამომწევს ჩვენ დედემსაც გადავუხადო. არ არის გამომწევი არის. მე ან გინეკოლოგი. დედაცასაც არ აქვს YouTube. ასე თქვა ეს შეგიძლია ამოჭა. კარგი მაშინ ეგენიც. რაო? ეხლა დავაბუღავე. თემური ხოძეა, აი ესე არის. თემური ხოძეა? მე-6 თვეს 20-25 წლის მიწურულს თემური გიჟივით გააქტიურდა და წარმოიდგინეთ როგორი მხიარული. მთელი 4 ახალი გამომწერი მოუყვანა ჩვენს სამშობლოს. 20-26 გვექნება ძალიან საინტერესო და პრინციპში წარდგენით კი უნდა მიმხვდარიყავით, რომ ვუბრუნდებით იმ რელსებს, რომლიდანაც დავიწყეთ ბუნკერის კეთება. ყველაფერს არ ვიტყვი. მაგრამ 20-26-ში ბევრი მაქვს სათქმელი. 20-26-ში რატო არ ვიცით? 20-26-ში მოკლედ როგორც დავიწყეთ, ისე გავაგრძელებთ. კი ბატონო. დანარჩენი თანდათან გამოჩნდება. იუსებსაც ჩავატენით ისევ. ხო. და არის საინტერესო არის დაბრუნდება. მაინც ყველაფერი ვთქვი. არის გვეყოლება. და ცივხასაც ჩავაინტეგრირებთ ბუნკერის ეპიზოდში რა. ძალიან კომპლექსური ორ ეპიზოდს ვერ ვიღებთ ერთ კვირაში რა, ვერ ვშვებით ჯერ მაგდენს. ჯერჯერობით მაგის შესაძლებლობები არ გაგვაჩნია. ხარისხზე გვენძრევა ნახალო. არც რესურსი, არც რაღაცა ნერვები გვაკლია. კი ბატონო. საკმაოდ რთული და კომპლექსური წელი იყო. 2025 წელს დავიწყეთ ბუნკერი მოგეხსენებათ. და სულ რაღაცა ეს ისტორიის რეჟიმში ფურცლებზე ჩაიწერა უკვე. ისტორიის ფურცლებზე იწერება. აი ეხლა დღეს ველოდები ზარს ზუსტად და ამასთან დაკავშირებით. აი გვიახლოვდება ისტორიის ფურცლებს მოიტანს. შეიძლება ჩაწერს ჩვენ მაგასთან მოგვიწიოს რაღაცა გასაუბრება. დღეს რას ვაპირებთ? დღეს ვაპირებთ რომ რაღაცნაირად 20-25 წლის შეჯამებასავით კითხოთ გამოვლენებს, როგორი წელი ქონდათ და სანტას რა მიწერეს 26 წლისთვის და ასევე ვისაუბროთ რაღაც გავრცელებულ მითებზე, ფაქტებზე, ახალი წლის გარშემო და კლიშეებზე. რა ყველაფერს აუცილებლად. კლიშებზე ავიდეთ და მე დაბლა ჩავდივარ. კარგი. ყველაფერზე ვისაუბროთ რა. ჩვენი დავიწყოთ მაშინ. მათხოვე ერთი შენი ტელეფონი ჩასვლაზე გამახსენდა რომ საჭაშნიკეში, ჩვენს მეგობარ სიუცეში საჭაშნიკეში 2 იანვარს დაბლა ჩადიან. დაბლა ჩახვალთ და მე მართლაც ახვალთ და ვინ არის ეგ კაცი? მურმანას კონცერტი არის საჭაშნიკაში 2 იანვარს და ლაივი ხო და დაჯავშნეთ მაგიდები. როგორი კვირა გქონდათ? ეგეც 1-2 სიტყვით ვთქვა. საინტერესო ფხიზელი კვირა მქონდა, ისევ როგორც წინა კვირა. ძალიან როგორც წინა თვეები. კი, როგორც წინა თვეები. და ერთი ახალს იმას დავამატებდი, რომ 2026 წლიდან ისევ იგივე ნაირად ვაპირებ ცხოვრება. დიდებულია. თემური რა კარგი ყავა რაღაც. ხო, საინტერესო რა. გაგვიმორჩა. გამიმორჩა. ნამდვილად კარგი ყავა. შე როგორი კვირა გქონდა? ამძიმე და ძალიან დატვირთული კვირა მქონდა, ყველა მიმართულებით საგიჟეთი იყო ახალი წლის უახლოებასთან ერთად. ისტერიკაში მეც მოვეხვიე ისტერიკაში, ისტერიულად მივდიოდი, ისტერიულად მოვდიოდი, ისტერიულად მეძინა. მანდახან საერთოდ არ მეძინა. კარგია. დღეს დილას მაგალითად 9 საათზე გავიღვიძე მანქანაში. დღეს ტრამპი ხვდება ზელენსკის პირიქით. ზელენსკი ჩადის ფლორიდაში. ხო. ან ვაშინგტონში არ დაიბარა, თავის ბაიძე დაიბარა. დონალდი. ხო. დონი. რაღაც თქვა მინდოდა, მაგრამ თავ შევიკავ. თქვი შეშო. არა, კარგი. საინტერესო რაღაცები. მე მივხვდი ყველაფერს ის თქვაც მინდოდა. დღეს საინტერესო რაღაცები მოხდება, მეც რაღაც მან მივდიოდი. რა ჩემო ნიკოლოზ. დღეს ხომ ჩვენი ახალი წელია. დედამიწის დაბადების დღეა. ბუნკერული ახალი წელია. ლუისი კეის აქ ძალიან მაგარი გადაობა. მოფიქრებული თავის სტენდაპში რა. რა. ახალ წელზე აქ შუტკა რა. ხო. რომ მოკლედო ახალ წელს რატო აღნიშნავთო და შობასო რა.
ამ კონკრეტულ დღეებში, იმიტომ რომ ქრისტიანებმა მოიგესო რა. რაღაც რელიგიაზე გადააობდა რა, თავის სტილში. ისე კი არა, შეურაცხყოფას ვინმეს რო აყენებს. ახალწელს მართლა ვერ ვიგებ მე ოღონდ რატო აღნიშნა. ქრისტიანებმა მოიგესო რა და ეხლა შეიძლება მითხრათო რომ მასეო ჩინური ახალი წელიც ხო არისო. ხო და შემდეგი დეკლარაციას როცა შეავსებო, იქ წელის მაგივრად ჩაწერეო მაიმუნიო და ნახო რაც დაგემართება. ანუ ქრისტიანებმა მოიგეს ომი. ეგ ხო. მაგრამ ახალი წელი არაფერ შუაში არ არის ქრისტიანობასთან. არა, აი, კარგია რომ ესე მივადეკი თუ არა. არ არის ქრისტიანობა და ახალი წელი. არავით არ კავშირში ერთმანეთთან. მე გამანათლა, მიდი. ხო, საინტერესო ის არის, იმიტომ რომ მეც ანუ ქრისტეშობიდან შობა ხო და ახალი წელი სხვა რო ჟავა. ანუ ახალი წელთაღრიცხვას იწყება ქრისტეს მიხედვით არის. წელთაღრიცხვა ხო იწყება ქრისტეშობიდან. ანუ მანამდე 200.000 წელი რაც იყო განულდა თუ რამდენი 1000 წელი იყო. რატო განულდა ძველი წელთაღრიცხვა ქვია და იქიდან ახალი წელთაღრიცხვა. ქრისტეშობიდან იწყება რა, იმიტომ რომ ქრისტიანებმა მოიგეს. ხო, მაგრამ ახალი წელი სხვა როჟა არის. და იყურე რა როჟა იყო? ახალი წელი პირველად ოფიციალურად აღინიშნა დაახლოებით 4000 წლის წინ ძველ ბაბილონში. ხო, რა რიცხვში? ხო, უყურე რიცხვი არ არის დაკონკრეტებული, მაგრამ ეს ხდებოდა მარტში. მარტში აღნიშნავდნენ ამას და აკიტოს ფესტივალი ერქვა, ანუ როცა ბუნებაც ცოცხლდებოდა, ახალ წელს მაქედან იწყებდნენ რა. ხო, სწორია. ხო და 1 იანვარი, როგორც ასეთი ახალი წელი საწყდებოდა ეს ეგვიპტეში? ძველ ბაბილონში. ხო. და როგორც ასეთი 1 იანვარი რო დამკვიდრდა რაღაც ახალ წლად, ეგ უკავშირდება იულიუს კეისარს, ძველი წელთაღრიცხვის 46 წელს, იულიანური კალენდრის შემოღებისას რა. ასე რომ ქრისტიანობა არა, ძველი წელთაღრიცხვის 46 წელი. 1 იანვრიდან მაქედან აღინიშნება კალენდარი გააძრო ეგეთი რა. მაგრამ მე სხვა რაღაცას ვიძახი. მე რეკითხვა მეც რა. აღნიშნასთან დაკავშირებით კი არ არის რომ ქრისტიანებმა მოიგეს. ხო. რომელი წელი არის ახლა 2026 ხო მოდის? კი ბატონო. იმიტომ მოდის 2026 რომ ქრისტიანებმა ხო არა, ხო, წერტილი დასვეს. შენ მივხვდი რასაც ამბობ. პროსტა ახალი წელი სხვა როჟაა თორემ რასაც ამბობ მივხვდი კი. ეგ არ ვიცოდი. იულიუს კეისრის დამკვიდრებული რო იყო ხო, ძველი წელთაღრიცხვით 46 წელს. რომაელები რომ ნაბოზრები იყვნენ და ყველაფერს თავის გემოზე ატყნაურებდნენ, ეგ ვიცი. კი, რა თქმა უნდა, ამხელა იმპერია. კიდე იმ დღეს მოვისმინე ეგეთი თეორია, რომ შობას ჩვენ რატო აღნიშნავთ? შვიდში? ხო, დანარჩენი სამყარო ხო 25-ში აღნიშნავს ქრისტიანული სამყარო. ხო. ჩვენ დავრჩით ძველ წელთაღრიცხვაზე. კომუნისტების დროინდელი ამბავია, ეგ როგორც ვიცი, ხა არ ვიცი, ნაღდია თუ არა, არც გადამიმოწვევია და აბავშვებო დიდად ყლეზეც ყიდია. 60-იან წლებში იყო მე მგონი რომ ანუ მთლიანად კათოლიკური ქრისტიანული სამყარო გადაეწყო და უცბად გამოაცხადეს რომ ეხლა კი არ არისო ის რა ქვია შობაო არა ორი კვირით გადაწიეს. უკან ვართო რა. ბიჭო სიმართლე გითხრა მე მაგაზე ინფორმაცია მაგრამ აი საქართველოში მაგალითად ჩვენ რო კაცილებით მეტად აღნიშნავთ ახალ წელს და რა ვიცი ეს კრედიტებს ვიღებთ რომ დედამოწმული გოჭი ვჭამოთ და ინდაურის პროჩი ვიყუროთ ეგ თავიდან ბოლომდე ნაბოზარი კომუნისტების დამსახურება ამიტომ ეკლესიას როცა ებრძოდნენ რა შობა რა აღნიშნია ქრისტე რო იშვა მერერა და ოდო ახალი წელი და დღემდე მოყვება თორე იდეაში აი რა არის ახალ წელში აღსანიშნავი მერე კომუნისტებმა ხო სხვანაირად დაიწყეს ნარატივი შეცვალეს ვითომ ძალიან რელიგიურები და ეკლესიურები რო გახდნენ რა ხო მაგრამ გვაქვს დღემდე ფაქტია რომ შობას აღნიშნავთ ახალი წლის ნარჩენები მაგას გეუნები მაქედან მოყოლებულია რომ მან ყველაზე მეტად ახალი წელი უფრო ადრეა თუ შობა უფრო გვიან არის თუ იმას როდის აღნიშნავთ თუ რომ სოფლიოს ვემთხვევით თუ არ ვემთხვევით 25 დეკემბერს ამაზე უფრო დიდი ყურადღება მისაქცევით გულდასაწყვეტი ფაქტი ჩემი აზრით ის არის რომ აი დაახლოებით 15-20 დეკემბრიდან მოყოლებული აი მთელი საქართველოს სრულიად ქვეყნიერება ემზადება რომ 31-ში მაგრად გამოსყდეს. იყოს სამნაირი ნაბეღლავი, 8-ნაირი ლიმონათი, კერძები ერთი მეორეზე თეფშების სართულები და ერთიანად 31-ში დაიქცევა, გაირღვევა მთელი საქართველოს ჭამაშის მასში და 3 იანვარს არა, ორში პედობაა შეჩემა რა, გადაყრას ხო არ დაიწყო. 3 იანვარს ამ საჭმელების 70% ნაგავში იხრება და ამ დროს მეორე ნახევარი საქართველოს იმ ნაგავში იქექება და ელოდება. ამიტომ მე დავამოწმეს და რაღაცა ბოლო დაახლოებით 10 აი ეს კონტრასტი ძალიან იგრძნობა აი ხო რამოდენიმე წელია სადისტრიბუციო კერძო საქმიანობას ვეწევი და ბაზართან ხშირი შეხება მაქვს არა ბაზარი ყოველთვის მოვა product placement-ი და ანუ აი ბაზარში ძალიან იგრძნობა ეს რა იმიტომ რომ ნახავ ბაზარში უნდა ჩაგვეწე აი ერთი მეორის გვერდით შეულებრივად აი მთავარ ქუჩაზე პროსპექტზე ნახავ რომ ერთი ადამიანი ნაგავში
იქექება და მეორე ადამიანს 6 გოჭი აქვს გადაკიდებული და კი, ეგრეა. მე მართლა ვიცი რომ შეები კრედიტს იღებენ, რომ გოჭი იყიდონ, არ ვღადაო. ის არ არის პუნქტი რა, მთელ სოფლიოში ეგრე არის დარწმუნებული. არა, რა თქმა უნდა. პროსტან მეტნაკლებად ჩვენთან უფრო იგრძნობა რა. ახალწელს უფრო იგრძნობა ეს და ანუ არის ადგილები სადაც ერთ სივრცეში ნახავ ამ ყველაფერს რა. მაგას მოვაყოლებ, მეც ძალიან მეზიზღება, მოკლედ ესეთი აი უაზრო თითიდან გამოწოვილი სუფრები და დავაი 200 ლიტრა ღვინო და მოკლედ არ მიყვარს რა. ყველამ როგორც უნდა ისე იცხოვროს, არავის არც არ მოუწოდა. სხვათა შორის იმას გეტყვით რა. ძალიან მარტივი სუფრა გვაქვს ხოლმე რა ოჯახში და სტუმრები მაინც და მაინც დედაჩემის და ქალებთ მოვლე ხოლმე. აი უმარტივესი სუფრა გვაქვს ხოლმე, აი დედაჩემს არ ვაწვალებ, ხო იცი მთელი დღე რო სამზარეულოში განან და რაღაცა. დედაჩემია ეგრე. ოღონდ აბედნიერებს თამარას ეს. თუ მამი აქვს სხვა პონტი. იმენა აბედნიერებს. წინა თვიდან ნოემბერში გიწყებს ხოლმე მოყოლას თამარა რა იქნება 31-ში მაგიდაზე. სხვათა შორის აი საახალწლოდ ისე რომ აი ორი ქვაბიც არის. ჩემთან ეგრეა ზუსტად სახში ანუ. მერაბ კოსტავას 11 ნომერი შესახვევი პირველი ეს არის დივარო იყო ცეკვის კლუბი. სტრიპტიზ ბარი. აი მაგ კოსტავაზე მაგ შესახვევში გაიხსნა სოციალური სასადილო და ერთი წუთი დამამთავრდა. ბავშვი. გაიხსნა სოციალური სასადილო და შეგიძლიათ მიხვიდეთ ტანსაცმელი, საჭმელი, პროდუქტები, ყველაფერი. მოიცა მანდ გახსნეს სოციალური არა მანდ ეგ სადაც იყო მაგათმა სტრიპტიზი სადაც იყო ეგ არა. მაგ შესახვევში ოდნავ ღრმად ეზოში მარცხენა მხარეს ყვითელი კორპუსის პირველ სართულზე არის სოციალური სასადილო გაიხსნა და შეგიძლიათ მიიტანოთ საჭმელი, სასმელი. მაგის დახმარება ჭირდება ამ ვიდეოს ნახავ. ნახავს. არა, ვისაც დახმარება ჭირდება არა, უნდა დაეხმაროს მიიტანოს. ისინი ვისაც უნდა ანუ ჩაბარება შეიძლება? ანუ შენ გეგონა რომ ხალხს მოუწოდა მიდით ჭამეთო? არა, შენ. არა. მიდით დაეხმარეთ მაგას მოუწოდა. სასაცმელი საფორი ხილბო. თემურ დიდგული. ვიცი ანუ ჩაწერეთ თქვენ საერთოდ ანუ არა და ჩვენ გვაქვს კრიტიკა, რომ შენ არ გვისმენო და რეალურად კარმულია ჩემო ირაკლის კრიტიკა მაქვს რომ არ მასდით ლაპარაკი. კარმა. იმ სასადილოში რომ კალმა. ბიჭებო, კიდე ერთი საინტერესო ამბავი. აბა რა ხდება? პირველად დედამოტყულის საახალწლო ფოიერვერკი, რომელიც ცხოველებს, ბუნებას, ჩიტებს დედას უტყნავს. ჩინეთში აგრიალეს ზეცაში, მანამდე ბამბუკებს წვავდნენ. ნუ მერე დაიწყეს ფოიერვერკების გამოშვება და ამის მიზეზი იყო ის, რომ ფიქრობდნენ, რომ ხმაური აუსულებს აფრთხობს რა. ხო. და ხმაურის ცეცხლი ძალიან გადახტომას შეაკოკონებაც სხვათა შეაკოკონება მე მინდა რომ მომავალი წელიწადში ბორბლების მაგურად თავით ნათესავებს ვავდნენ და აღტებოდნენ. და იაპონიაში, კაროჩე 108 ჯერ რეკენ ზარს, ახალ წელს ეგეთი ტრადიცია აქვს. არა. ეგეთი ტრადიცია აქვს 108 ჯერ რეკენ ზარს. და რაღაცა 108 ცოდვისგან გაწმენდის ნიშნად რა. ეს 108 ცოდვა რომელია რო არ მკითხოთ არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს. სამი ხო არის 108 ცოდვა ჩამოგიტვლი. 120 ჩამოგიტვი თუ გინდა ეხლა. ახრობა, ბოზობა, დროჭობა, პრეობა, არაკაცობა, კაიკაცობა, ვითომ კაიკაცობა. ზე მითხარი ცოდვა. არასწორი აქცია. არასწორი ბრატ. ჰარაკირი შეჩვენეთ. ჰარაკირი კი ბატონო. აი რა კარგი იყო. იაპონელების არა. მოდი გაკოცო. ის და კამპეტები უნდა მიგვეცა ახლა ერთმანეთის პელოჩში. და კიდე ერთი რაღაც მომამზადე. მომამზადე ნიკოლას. ახალ წელს მოკლედ რაოდენიერი მომამზადე. ყველაზე მეტი ადამიანი დებს ერთდროულად რაღაცა კონკრეტულ X პირობას და მთლიანობაში მაქსიმუმ 8% ასრულებს იმ დადებულ პირობას და თქვენ ჩემო ძმებო, ჩემო თანაბუნკერელებო 31-ში რა უნდა ჩაიფიქროთ, როგორი გინდათ 20-26 კონდეთ. 20-26-ში მე მინდა რომ ისევ ხიზელი ვიყო, სულ და დავამატო სიგარეტი დაამატე. არა, ეგეთი რაღაც აღარ მინდა. მანქანა მინდა რომ ვიყიდო 20-26-ში. ეგ უნდა პირობა უნდა დადო, ხო? პირობას ვდებ რომ 20-26-ში მანქანას ვიყიდო. თემო შერაშვები. მე პირობას ვდებ რომ ისევ გავაგზელებ სიფხიზლეს და უსიგარეტობას და სპორტულ ჯანსაღი ცხოვრებით წესის მიმდევრობას. მანქანას გამოვცვლი 21-ში. ხო და შენ მანქანას მე ვიყიდი. იაფში. ბატონო, $6,900 ეხლა მოვიყიდი. 5 ნახევარში ეხავი თუ გამატან. კი, ეხლა ვიგაგადა 5 ნახევარში 6,900. 5 ნახევარში ვინც მანქანას ყიდით ჩაყარეთ. ლარში კომენტარი. ხო, ლარში. რა ვიცი, კიდე რა პირობა ვსტიფ. რაღაცა არ გინდა ბევრი შეჩება, მე ამოგინათებენ ამას პილოტში. დამდეგი ახალი წელი მინდა სრულიად საქართველოს მიულოცო და ჯანმრთელობა, ბედნიერება, სულიერი სიმშვიდე და რაც მთავარია, ყველაზე მეტად რაც შეშინდება არის ერთობა და მთელ საქართველოს უსურვებ ერთობას. განურჩევლად რელიგიური თუ პოლიტიკური მწამსისა, ყველა მინდა რომ საქართველოში იყოს ერთი 8 ტიპის გარდა ყველას უსურვებ რომ ბედნიერი იყოს. რო ჩავყოთ ექსია გადიდდება კიდე უფრო, რაღაცა
სულიერი ერთობა გვაკლია და ეგ ნიკოლოს შენი რეზოლუცია რა? დაგვენახოს 2026-ში. ჩემი პირობა არის, რომელიც შესრულებაც დავიწყე უკვე და -2 კილოგრამი გავედი ერთ კვირაში. 15 კილოგრამს დავაგდებ რა. 20-26-ში. მე დამიხმარე მაგ თემაში, ჩემთვის мотиваცია იქნება, მეც ვაპირებ 10 კილოს დაკლებას. ბატონო, მინიმუმ 15 არის პროგრამა მინიმუმი რა. და დანარჩენი მანქანა არ მევასება და პრინციპში მეტი რაღაცა ჩაფიქრებული არ მაქვს. აი ეს არის უნდა შეიყვარო და გეგმა, რომელსაც უეჭველი შევასრულებ. შეიძლება მანქანა დავითრიო 5 ნახევარში თუ კიდე ლარში ვინმე ჩააგდეთ და კვიტოს ვაჩუქოთ მელე რა. ეგ არის $500 ვაჩუქოთ. კი, და მე ჩამომყვანი კომპანიები ავტოკეფალიელებმა მომწერეთ და შეგვიძლია პარტერულად. შეგვიძლია ვითანამშრომლოთ, თქვენ ჩამოიყვანთ მანქანებს, ჩვენ ამ მანქანებით ვიკატავებთ, მანქანებიდან გადავიღებთ ჯარი და დაგიბრუნებთ უკან. თქვენ სახელზე იყოს ოღონდ, ანუ გადმოფორმება არ გვინდა. არ გჭირდება. სხვადასხვა რამოდენიმე ისეთი ჰობური მიზანი მაქვს 2026 წელს, რომელსაც ასრულებით რამდენად ავასრულებ არ ვიცი, მაგრამ აი განების შეგროვება. დავიწყებ რა 2026-ში კაბების კერვა მაგრამ. ჩავუშვებ მაგ სურვილებს აუცილებლად რა. ერთი არის რომ ანუ 12 კილომეტრ დავიყო middle weight-ში ჩამოვიდე. ხო. ჩხუბზე მიდიხარ? საყვარულო ერთი ჩხუბის გამართვა მინდა. ერთი მიზანი ეგ არის. და მეორე არის სამოყვარულოთ ასევე მინდა რუსთავის ავტოდრომზე ვივარჯიშო. ეს ყველაფერი 2026-ში გინდა რა? 2026. ანუ არ მისმენ ისე ჩაუყარო საფუძველი თქო, რამდენად განვახორციელებ ორივეს არ ვიცი, მაგრამ დავიწყო რა ყოველ შემთხვევაში რა. საფუძვლის ჩაყრა რაში გამოიხატება? საფუძვლის ჩაყრა იმაში მდგომარეობს, რომ უნდა იყიდო შენი მანქანა, საპროექტო მანქანა აგიხსნას ნიშნავს, რომელსაც აცლი ყველაფერს და ვიცი რაც არის, რომ იქ გამოიყვანო. პროექტად გადააქციო და მე წახვიდე იქ და რუსთავის რა მანქანას უმისნებ, არა მეგეც გავიქცე. რა ვიცი, რამე 400 ლარიანი Honda Civic-ი მაგალითად. არა, ხულიგანკა რა გთხოვ. ხულიგანკა და BMW გევას ვირიღის უბრალოდ. აი, ტანკინის სახელით გამოხო. ტანკინის სახელით გამოვა. ტანკინი? ყავას დავიდგავთ, მასკოტს, ყავის მე ის მასკოტს. იქნებ, მანდაც ჩამთე რა იქ კურსი ვინც არის რა იქ. შენ გვერდზე მომიჯდები და მარცხნივ არის ბუკა მარჯვენა მხრიდან მივეჭერე და ჩაყებ. ბუკა მარცხნივ შეუყვიე. მე მე არის ხო მაგ პატამუჭა. მე ის ვიქნებ, პიტსტოპი ვიქნები შეჩერება. სორი არის სორია, მიდიხარ. მარცხნივ შეუყვიე. პიტსტოპი არ არის მან საბურავების გამოცვლა რაღაცა. შენ ის არა, მაგარ კალე საბურავებს დაუკანებ. ნაშები რო გამოდი. მაზა თან უნდა დავიკლო წონა შეჩერება და გალამაზდე. ეს მოკლე ტოპით და იმით რა შევხვდებით ესე გამო. შემოსწრებულებს გაუმარჯოს, შემოსწრებულებს. ეს გაუმარჯოს მოვიდა. მე პირველი საახალწლო სტუმარი გეჭიროს ნუცა საღინაძე. ნუცა არის ჩვენი მეკლე რა და ვნახოთ რა ფეხები გაქვს. იქ არ ჩანს კადრში, მაგრამ მარჯვნით. მარჯვნით. გახსოვს დამხედე ჯუნიტი შემო. ნუცა როგორი ქონდა 25? აგვეცანი ნუცა ვინ ახარ ასაქმიანობ რა დენიწლის ხარ. აუ არ გვინდა ეგ შაბლონები რა მეზარება. არ გინდა? 25 საქმეზე როგორი გადავა. ქონდა? საქმეზე გადავა. გადადი საქმეზე. 20-25 ძალიან მრავალფეროვანი. ძალიან. საიც როგორი მრავალფეროვანი. ხადა მოდი გლობალურად რა დავიწყო. პირადად ვერ მივედი, იმიტომ რომ გლობალურად ისეთი რაღაცები ხდება ქვეყანაში, რომ საკუთარი თავისთვის ვერ. პირადი ანუ მარტო ხარ? ურთიერთობაში არ ხარ? კი, სინგლი. შენ ინსტაგრამს ამოვანათებთ ეხლა და მიწერეთ ცუცას. კი, მიწერეთ. არ მოგერიდოთ? ბეჭდის ფოტოებს მიაწეკეთ. გამათხოვოს, მაგრამ ჯერ ვერ. ოღონდ ჩვენ ვეძებ დიდარ სასიძებს. ხო, რომ ჩვენც რაღაც სარგებელი ვნახოთ. რაღაც პატარა მიკროფონი იქნება. საკუთარ თავზე. პატარა სტუდია იქნება სარგებელი. კირა რაღაცა აბა ეს გათხოვდება, გათხოვდება. ყავა რაღაც. ჩემზე არავინ არ ფიქრობს. რა თქმა უნდა, მეტი საქმე არ გვაქვს. მე მაქვს მეტისა. საქმეების მეტი რა მაქვს, მაგრამ შენზე როცა არის საფიქრელი. კარგი, მაშინ ცუცა ერთი სიტყვით გითხარი, რას ისურვებდი 2026-ში რომ მოხდეს? ხო, რა თქმა უნდა. პირველ რიგში ევროპულ გზას ვისურვებდი. კი, აი ეხლა ჩემთვის აი ჩამო. აი ახლა გადაცემა დამთავრდება თუ არა პირდაპირ ეგრევე. მატარებელმა რომ ჩამოიაროს ევროპის მინდა. მარშრუტკა დანიშნეს, აი გეოგრაფიიდან გადის. 2026-ში ჩემია ვიზა ლიბერალიზაციას დედა მოეთხოვება. კი, საქართველოს. და მე მაქვს მოლოდინი რომ 2026-ში ბევრად უარესი იქნება ვიდრე 2025. აი, რა ესეთი პოზიტიურად. ფასები მკითხე. ხო, სურვილზე გადავა. ფასები უფრო გაიზრდება. ამათ ახლა ომი გამოუცხადეს ფასებს. რეალისტურად რო გაიზრდება ყველას კიდე უფრო მეტად დაიჭერენ. ჩემი სურვილია რომ ფასები და პატიმრების რაოდენობა გაიზრდება. ევროპა მოვიდოს.
პატიმრები გათავისუფლო. კი ბატონო, ჩვენი სურვილი სურვილი ეს არის რა. აი, ეხა უფრო რა გამოვავნახოთ. დავავიწყრობ. შენ და უფრო რეალობაში გადავიდე. აი, ხო, უფრო რეალობაზე გადავიდე. როგორი არის ის ბიჭი, რომელსაც გინდა რომ გაყვეცოლოთ? ჩემი ოცნობის პრინციპი. ხო. რომელიც კიდე 2026 წელს გამოჩნდა. არეგნობა გითხარი როგორ რაზე უნდა იყოს ამხედრებული? იმიტომ რა ხალხი ელოდება აინტერესებს და რიგში დგანა და. აი ხა სიმართლე რაზე უნდა იყოს ამხედრებული? 20 წლის მერე ირებზე. მივხვდი რომ პრინცესი ფურირებს. აღარ უნდა ვიფიქრო. და პირდაპირ პრინცესებზე და სამხედრებული. მარტო ხაზი. მარტო რქები და ეგეთი ხაზე რო იჯდეს რა, ეგეთი საკაიფო. ეგზოტიკური ცხოველები მარტო ერთ ტიპს ყავს საქართველოში. ინა გითხრავის რა? აი გავიხედოთ მარჯვნისაკენ თრიალეთის ქედზე. ავხედოთ ჩვენს აფალ დიქტატორს. ცოტა უფრო საინტერესო რო გახდეს. შენ შენი გვიჩვენე არსებობა. 3 green flag-ი და 3 red შენ flag-ი. სამ გრინებს და რედებს. მევასება მაგის. რომელი დროშების მიხედვითაც უნდა გამოჩნდეს კურიერი 2026 წელს. მირეკავს, გააგზელეთ თქვენ. კაი, გითხარი, კვიტომ დააგდო თავისი კითხვა. გრინებით დავიწყოთ მაშინ. გრინ, იუმორი. ჩაიწერეთ. ვაკმაყოფილებ. ფორსალი პასტა. თქვენ შანსი არ გაქვთ საერთოდ. მიდი. ფლეგები გითხარი რა. ფლეგები დაიწყო იუმორი და მე ვუთხარი ვაკმაყოფილებ მეთქი და თქვენ შანსი არ გაქვთ არც. არა, ჩვენ რა გვინდა შეჭ. ჩვენ ღარიბები ვართ და ინტელექტი. და დედა გვაქვს. ჩვენ სარგებელს ვერ ვნახავთ აი თვალს. ხა თუ მეკითხავთ გავაცო, მომისმინე. ინტელექტი, იუმორი შეგრძნება. ნუ ვიზუალით. ჯერჯერობით მე ამღწერი, კიდე? ხო, შენ განსაკუთრებით აი ინტელექტის ნაწილში. ინტელექტი ვერ. ამონატო. ვიზუალი ხორა სამო. და რეფლეგები, ციტალი ბოტასები. რედ. ბასანოჭკები. ჩკი ბოტას. თუ ხდება, სადმე კოჭი არა, ჩართერა, არა, კოჭი რო ვისაუბრებ. ჩანდეს, ხო, გრინ აი რედ ეს- ფლექსში ჩართერა. ჭირდება. მეოთხე green flag-ი კოჭი რო უჩენ. ლურჯი კოჩი. გალურჯებული. ლურჯი კოჭი. გაურჯები. ოლინახი კოჭი გააგორ. ეგ რას ნიშნავს? კოჭის გორება არის, ანუ ანუ შენ რო ყომაობდნენ ხო, ნაცნობი. ყომარი არის რა. აღდგომა და ხვალეო. ეგ პირველად მესმის. პირველად არ და მესმის. მესმის რომ კარჩი მაგის პასუხით მოძიებული მქონდა და მე წყალს და გავატარე. თუ გული გულობს ხა და ორი ხელითაც იჭმევაო. ანუ გამოუვა სიტუაციაში შენ ტიპოვნი ხადაც კომფორტული დგომას გაიქნებაო. რა. აა, აი ეს ნუ საერთოდ ამოწმებს ბიჭების ინტელექტს. ინტელექტს ავეცე. აჰა, გასაგებია. გავაგზავნეთ სამი რეცეპტი. ჩაბარებული არის. ჩაბარებული. მესამე რედ ფლეგი დამჭა. ხო. კოჭი იყო მეორე. ლურჯი კოჭი. იწელებიან ახლა. ბაბულიკები არ გევასები. ო, მე ფულიანი ბაბულიკები. მაგარი ისტორია. ეხლა უკვე უცბად დაეოსო. აგინდა მაშინ. ესე ბუჯა ფულიანი ბაბულიკები. არა, როდის იყო ფულზე ვიყავ. ცუცა არ არის მატერიალისტი ადამიანი. ხო, მინდა რომ გახდეს მატერიალისტი. ჩვენ მაგის ჩვენ სპონსორი ვერ ვიჩალიჩე და იქნება ვინმე ფულიანს მაინც მივეთხოვდეს. გავყიდოთ. ხო. აი, პროსტა ეს არის მეგობრები არის. რა თქმა უნდა არა. ჩვენ უპრინციპო მეგობრები ვართ. მაგრამ პირდაპირ. ვიცი რა არის, კიდე ერთი კითხვა მაქვს. მე ვიცი მაგაზე პასუხი, მაგრამ ესეთი ის შემოვარდა რა. ხშირად დასმულ შეკითხვებთან სიაში, რომ ქალის არა ნიშნავს კისო რა. ხო. არის მაგაში ამათობენ რაღაც ჭაშმარიტი. იდიოტი კაცები რა. ხო. ხო და მითია თუ არა, რეალობა? ყოველთვის არა არის. არა. არა, ყოველთვის არა არის რა თქმა უნდა. ეგ ზოგიერთ ელოჩის თამაში კაცების არის. დამოკიდებულებიდან მოდის, ხო, გიყვართ ხალი და თავს იფასებს. რაღაც ანუ, აი, არა, მასაც როგორ არ მოწონს. მიყვარს, ხო? მასაც მოწონს, აი, რთულად ხელმისაწვდომი. ადვილი ხელმისაწვდომი გოგო ცოტა ის ნორმის ფარგლებში უნდა იყოს ყველაფერი ალბათ. ალბათ. ეგ არა რა. განა არ უნდა ხალხი. ცირკთან იყვნენ სხვა შორის ხელმისაწვდომი გოგოები ადრე? და იქ ეწერა თავზე დიდი ტრაფარეტი იყო, არა. არა. ძალიან დიდზე ეწერა არა. მაგრამ იქვე წვრილად და ეწერა ქვემოთ ეწერა 50 ხელმისაწვდომი ფასები. არა 50. არა, 50 კი 63. რა ქვეყანა დაანგრიეს. აბა, შენი გაივიდი კარგი. ხელს გადაყოფდი, მოგხდაც არა, მაგრამ წამოიღებდი. ეხლა რო გადაყოფ თუ ეგენიც აღარ არიან. რაღაც სხვა რაღაცებზე კიდევ ხელს. წავიდნენ ეგ? აღარ არიან, ხელები. არ მე მარტო ფეხები გადამიყია. ფეხებს ყოფნა. ფეხები გადავყოფდი ხოლმე პირდაპირ. კოჭი მაქიდან ნახა რომ ეყიდებოდა და მაქიდან დაიწყო. ბევრი ვალი დაუგროვდა და ფეხების გაშლა მოუწია. მე კოჭები გავიხადე. კოჭები მოვიშიშვლე. კაი. სუიყავი რა აღარ გვინდა. გასტურები აღარ გვინდა ამ ამების მოყვანა. საციუს შენი ხელით აკეთებ? მე მეკითხები? ხო, აბა. ცხოვრებაში არ გამიგატებია საცივი. მაგრამ ის საჭმელებს ხო აკეთებ შენ საკაი. კი, წიწიბურას აკეთებს ედისპნელად. ერბო კვერცხ ჩიჟიპიჟის.
ჩიჟიბიზე. ზურმა იგეც არის. აი საჭმელები არ გამიკეთებია რა, მაგრამ კი, ვაკეთებ. სწრაფი საჭმელების კეთება ანუ შეგვიძლია. ესეც გათხოვების გამოკითხა. კი, ნიკოცი. ნავაროტკები გაქვს ხომ და ანუ აი ვისაუბროთ ჩემ ის პლუსებზე. რომ თავარი ნავაროტკა არის საჭმლის არ ვაფშე არ არის, თავარ ვაფშე არ არის. ხო და აი ეგეთი მაგრამ ასწორებს. არასწორი რაღაცები რომ დაამოწმებია. ცუდი პრიზმიდან უყურებ ამ ყველაფერს. დამატებითი არ ის არის არის ეგრე. რა სკილი რომ ასწორებს თუ გემრიელად აკეთებს საჭმელს. აა ეგრე კარგი. დამატებით აი ბენეფიტია. კაცი საჭმელს აკეთებს. ხო, კარგად ასწორებს. კი, ჩემს სასასწრაფო. ხო, მაგრამ რო არ გაინა აკეთებს იმიტომ ეგ ხორამეს რომ მაინც და გადაწყვეტს. მაინც პოდნოსით უნდა მომართოს რა. არა, просто რომ როცა იცი საჭირო, ნიკოლოზ, ნუცა კაი შენიერი სტუმარი. გადასარევი სტუმარი იყო, ძალიან კარგი გოგოა. კარგი იქნება თუ მალე ქალბატონის სტუმარი. აი მოიცა უკაცრავად, ქალბატონო. ერთ წუთი თუ შეიძლება რომ ჩაგწეროთ. მე მგონი კაცია. მე მაინც გონია რომ ქალბატონი კაცი გამო თქვენ კაცი ხარ? კაცი რა მათე, გამარჯობა. რა მათე. ეს არის ჩვენი გადაცემა, არაჩვეულებრივი გადაცემა ბუნკერი. თქვენ ახლა იმყოფებით ბუნკერის აუ მე უყურებ თქვენ აქ ძალიან მიყვარს. ის გამოწერილი ყავა. კლეცვირი რო აქ ის მომწონს ძალიან. გამოწერილი ყავა. რა თქმა უნდა. ნონა ხო არ ქვია თქვენ? არა. ჟონა ქვია. ელზა ხო არ ქვია? ელზა, პრინცესა ელზა ხარ? აბა რა საკეთებ? ვერ მივხვდი. როგორი იყო 25 წელი რომ ვიხარ? ეგ შენ. ესეც ჩემია, ეს ყველაფერი ჩემია. როგორი იყო 25 წელი რომ ვიხარ? ფანტასტიკური იყო. ჩემი ორი კატა მყავდა და აღარც ერთი აღარ ყავს, როგორც ვატყობ, აღარც ერთი კატა აღარ ყავს, სამაგეროდ ვიცი, ჩემი კატა. ბატონ ელზას აქვს არაჩვეულებრივი ნერვიულობს. გონია რომ ეგეთი ხმები იჭდება. ჩემი კატები ჩავიცვი. ქურქი, კატის ქურქი, ნამდვილი კატის ქურქია. კითხვები გაქვს? როგორი ქონდა? ერთი მარტივი შეკითხვა გვაქვს. როგორი იყო 25 და რა მოლოდინი გაქვს 26-დან? მე დიდი იმედი მაქვს, რომ ისევ 1-3-4 კატას დავითრევ, რომ შემდეგი სეზონისთვის ახალი სხვა ფერის შუბით წარმოგიდგეთ. შარვალიც შეგიძლია. შარვალიც ფეხსაცმელებიც. და კარგად ჩაიარა, ხო, ესე იგი 25. ფანტასტიკური. 26-ის დიდებული იქნება. სახში ტვინს კატები აღარ ტყნავენ. შვენიერი, სიმშვიდე. მეზობლებიც დასვენებულები არიან. ბატონო, კათბით, თათბით? კათბით, ქათმით. კათმით. ცეზარი, საცივი ქათმით თუ ინდაური? ქათბით. ქათმით. კათმით, რა თქმა უნდა, კათმით. შვენიერი. მარტივად. დიდი მადლობა. ნახვამდის გამოიწერეთ ბუნკერი. მაგრა გაასწორა ისე ქუჩაში გამოსვლამ და ხალხთან ურთიერთობათან რამდენი ხანია გვინდოდა? არა? დავიძაბე უკან სვლით დადიან ჩვენს უკანა ფონზე ხალხი. ბიჭო, იმიტომ რომ 25 მიდის. ეს დროს ანელებს. ანელი 25 მიდის, 26 მობრძანდება. მე იცი რა მაქვს კიდე გეგმაში, რომ შემდეგზე გავიდეთ უფრო მასშტაბურ ადგილზე, მაგალითად ბაზრობაზე. ბაზარში მაგრა გაასწორა. ბრავალადკიში გაასწორებით, просто ხა ამინდების მხრივ ცოტა რთულია. ისე მე ვფიქრობ დაჟე ჯობდა დღეს ჩაგვეწერა, იმიტომ რომ ყველაზე მეტი ფუსფუსი და წინა საახალწლო განწყობა ალბათ მაინც ბაზარში იქნება. აი ეს ადამიანი ძალიან წვალობს და ხო არ დაუძახოთ. უკაცრავად. ქალბატონო, თქვენ აგვიშთე რომ მიკროფონი გიკეთიათ. ეს მანამდე გადიოდა ამის ხნეშა ის. ხო, იქიდან გადაცემიდან მოვუწი. აი ეს პარალელური ვერა გადაცემა. გადასებიდან. გადაცემა ცოტა აქეთ იუნკერი. უკაცრავ რომ მოიწიოთ. იუნკერები ხართ? დიახ, იუნკერები კარგია. თქვენი 2025 წელი რო შეაფასოთ ორი სიტყვით თუ შეიძლება. მე მქვია, ალბიხმარატონ. მე მქვია დურმიშხანი. გურმიშხან. არავის უკითხავს თქვენი სახელი, უბრალოდ რო შეაფასოთ. მე 25 დამარქვეს. დურმიშხანი. დუშო, დუშამბე. 2025 წელს ფეტბერი. ხარი რედბერი. ეს ფეტბერი. რეპერი ფეტბერი შემოგვიერთდება, მობძანდით. მომზანდით თუ შეიძლება. ძალიან ცნობილი განგსტერი. ნახალოკაში იცნობენ როგორც ნახას. ფეტბერის. ფეტბერის. არა ნახასაც მეძახია. რეი ბრედბერის რამე ნაწარმოები ხო არ გაქვს წაკითხული. აა ბრედბერი. ბრედბერი, ბარბერი მაგ წაკითხული. ახალ ალბომზე ხომ არ მუშაობთ? ახალ ძველზე. ალბომზე, ძველზეც სულ მუშაობაში და რამე რა. რამე არალეგალურიც ხო არ გიდევთ ჯიბეში? ჯიბეში გადაცემის შემდეგ რომ მოვიხმაროთ. აი ქურგზემა გამოკრული. ახლა როგორ უცდე? ჩემი კუდი სად არის ამასობაში? ამერია ყველანაირი კოსტიუმი. აი, ჩვენმა ტურ ოპერატორმა. მესამე ქუდი გვიდევსო ხურდები აგვიგროვდეს. შენ რაზე რატომ მომიწვიეთ და რამე? ბიჭო, ჩვენი გვინდა რომ თქვენი ალბომი გავაჟღეროთ ჩვენს ბუნკერში ექსკლუზივი ბუნკერში მინდა გამოვიტანოთ. რომ ჩავაგდოთ. ხო. Recycle bin. მე ახალი ალბომი გამოვუშვი. PvP ბათლში ხო არაფერი გამოსვლა. ბათლ ქვია ჩემ ალბომს. რა ორიგინალური ვისაუ სახელია. PvP ბათლებს. ეს საკარგად აკეთებს, აი.
ეს მე კოუჩიც ვარ ხოლმე და ეს ხელები დამუღამებული მჭირდება რომ ხალხი რომ დავაყლევო ეს ხელების ჩართულობა დამაყლევებელი პროფესიები გაქვთ არჩეული ესე იგი. კი, რეპი. თქვენი საყვარელი დამაყლევებელი კოუჩი ვინ არის? ვის გამოარჩევთ? ერთი ქართველები. ფულაძის კონცერტზე თუ გვექნება თქვენი ხილვის შესაძლებლობა ბექში. თუ მოხერხდება, ანუ ქუთაისში მაქვს რაღაცა პატარა კონცერტი, იქაურ ერთად, აი სუ მუსიკაში გადავხო რა, ცოტა ძალიან სული არის, მაგრამ არის იმის ვარიანტი, რომ მე და მურმანმა ერთად დაბლა ჩავიდეთ რა. დაბლა რო ჩავიდეთ. სცენაზე ვეჩახავ და ეგერსია არის რა. ვაპირებ რომ წყალტუბო, ხაშური, ანუ ტურნე მოვაწყო რა საქართველოში და მინდა რომ დაიწყოთ საქართველოს მოვეფერო რა და აი მოვესიყვარულო ყველას რომ გულში და რამე რა მე თქვენი აუდიტორიის გამოძახეს თქვენს აუდიტორიის გამოძახეს გაგანდობთ ანუ წერენ თქვენზე რომ ანუ ხაშურში განსაკუთრებულად ელოდებიან ხაშურში ბრაზა ძალიან ბევრი ფანი მყავს რა და ვაპირებ რომ აქედან გავხსნა ჩემი ტურნე რა მე გადავყირავდები დაბლა ჩავიდეთ და რაღაცა ლექსიც მქონდა, მაგრამ ერთი მისამღერი რო წარგინა, ერთი მისამღერე ვიმღეროთ შენი რეპერტუარით. შენი ცირკაში. დავამახერეთ. გააკ მისამღერი რა? ვერას, ვერაფერი, მოფენიუს ლამა სიტყვა. Well to be no house, avantgarde, მირჩა. ეს არის ჩემი ძალიან მაგარი. ბრავო. გაიხარეთ რა. ჩვენ შეგვიძლია კოლაბი გავაკეთოთ და შენ ახალ სიმღერაში კლიპი ჩავწეროთ ჩვენ ბუნკერის სახელით შემოგურდებით. დიდი სიამოვნებით. ძალიან დიდი პატივი იქნება ჩემთვის და ძალიან გამიხარდა. ეს მადლობა რა შევასვით. Yo, Fred Perry. ნახა. ბევრი რაღაცა ეს ეპიზოდი ნახა. დავამთავროთ. სახში მინდა. სოფელში მინდა. ამიყვანეთ სოფელში. იქ კარგად გავხდები. აი, მოვჭით. გამოიწერეთ ჩვენი არხი. ბუნკერი და 2026 ბევრად უფრო მრავალფეროვანი გექნებათ თევზებს. კირჩხიბებზე ისევ არაფერია. არა. კირჩხიბებს ისევ ცუდი წელი აქვთ, მაგრამ 2032 იქნება კირჩხიბებისთვის ძალიან პუტინის ზოდიაქოთი რა არის? ყლერ არ ვიცი. ყლებს ისევ დედა იქნებათ მოთქვა. კი. ყლები ისო ყლება დარჩებიან 2026-ში. ლითერალი. ლითერალი. უნდა გააკეთო. ხო, ლითერალი. ლითერალი no cap.